გარდატეხის ასაკი 12-დან 18 წლამდე პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, დაბრკოლებებით სავსე და ემოციურად რთული პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში. მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ემოციური განვითარება ხშირად გამოწვევებით არის სავსე, რაც ზრდის აგრესიული ქცევის რისკს. სწორედ ამ ასაკში შესაძლოა განუვითარდეს ბავშვს აგრესია, მისი მართვა კი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა როგორც მშობლისთვის, ისე მის გარშემო მყოფი ადამიანებისათვის. ამის შესახებ ვრცლად 215 სკოლის ფსიქოლოგი ანა ბეკვერეია გვიანბობს. აგრესიული ქცევა დამახასიათებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, გამონაკლისი არც მოზარდები არიან. ზოგადად მოზარდობა ადამიანის განვითარების ყველაზე სენსიტიური პერიოდია. განვითარების ამ ეტაპზე ხდება მთელი რიგი ფიზიკური, კოგნიტური თუ სოციალური ცვლილებები. ამ ეტაპზე ინდივიდები იცვლებიან ფიზიკურად და ცვლილებები ისახება მათ კოგნიტურ უნარებზეც. ამ პერიოდში ხდება მთელი რიგი ტრანსფორმაცია, რაც ცვლის ადამიანის პიროვნებასაც. მოზარდის აგრესიული ქცევა ხშირად გამომდინარეობს მათი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და გარემო ფაქტორების, როგორც ცალკეულად, ასევე მათი ერთობლივი ზემოქმედების შედეგადაც. მოზარდებში აგრესიული ქცევის ძირითადი მიზეზებს შეიძლება მივაკუთვნოთ ჰორმონალური ცვლილებები, ასევე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ოჯახური გარემო და სოციუმიც. ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მოზარდებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია. მშობლებმა და მასწავლებლებმა პირველებმა უნდა შეამჩნიონ ცვლილებები ქცევაში და დროულად მიმართონ ფსიქოლოგს. ამისთვის კი საჭიროა, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებულები, იცოდნენ, როდის სჭირდებათ მოზარდებს დახმარება. ამის შესახებ ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი და გეშტალტ ფსიქოთერაპევტი რუსო კილაძე გვიანბობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის სკოლა, მასწავლებელი და მშობელი და შემდეგ უკვე ბავშვი ეს ქმნის რაღაც სამკუთხედს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყოს კომუნიკაცია, იყოს შეკრული და მასწავლებელი უზიარებდეს მშობელს, მშობელი უზიარებდეს მასწავლებელს, მაგალითად რა იყო, რა საკითხები აწუხებს მოზარდს, რა საკითხები აწუხებს ბავშვს, რომ შემდეგ ეს იყოს გათვალისწინებული სკოლაში. კითხონ, როგორ გრძნობს თავს, რას გრძნობს ეხლა. ან მაგალითად, როცა ძალიან გაბრაზებულია და ვერ გამოხატავს, დაველოდოთ ამ ფრაზის გამოხატვას და უთხრათ, რომ შენთან ვარ, მესმის, წუყვარ, რომ ესე გრძნობ თავს, მე დაგელოდები და როდესაც შენ მზად იქნები, მაშინ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ბრაზი იმდენად ძლიერი იყოს ბავშვის ეს გამოხატულება, რომ შეუძლებელი იყოს საუბარი ამ შემთხვევაში. მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვიყვარს და როდესაც მზად იქნება, მაშინ მოვუსმენთ მას. დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მოზარდების აგრესიული ქცევის შესახებ. აგრესიული ქცევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. ერთი შესაძლოა მეორეს ზიანს აყენებდნენ საკუთარი იმიჯის დასაცავად ან იმისთვის, რათა საკუთარ უპირატესობას გაუსვან ხაზი. სხვებისთვის კი აგრესიული ქცევა შეიძლება ფრუსტრაციისგან განტვირთვის საშუალება იყოს. ბავშვისთვის თუ ავტორიტეტი არის მშობელი, შემდეგ უკვე ხდება მასწავლებელი, უკვე თინეიჯერობის ასაკში, გარდატეხის ასაკში, ავტორიტეტი ხდება თანატოლები და სოციუმი, რომელშიც იზრდება მეგობრები. ის თუ რა სტანდარტებია მიღებული სამეგობროში და სოციუმში, ეს განსაზღვრავს ბავშვის დიდწილად თვითშეფასებას, იმიტომ რომ ის იქნება თუ არა მიღებული ამ წრეში, თქვათ გაუგებენ თუ არა თანატოლები, არის თუ არა ამ წრის სრულფასოვანი წევრი და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი წნეხია იმის მიხედვით თუ როგორ გარემოში ხდება ის. ამიტომაც ის განიცდის ალბათ ძალიან ძლიერ ფოთვას, რომ აი როგორ გამოიყურება, რამდენად მისაღებია მისი მეგობრებისთვის, არის თუ არა მისი გემოვნება, თქვა საკმარისად კარგი, მისი ჩაცმის სტილი და ასე შემდეგ და ძალიან ბევრ ესე იგი ასეთ საკითხზე წვიმაზე უწევს ზრუნვა, რაც თითქოს ესე არ ჩანს, თუმცა რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად ძალიან დიდი წნეხის მომტანი არის. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება იყოს გარემოში, სადაც ძალიან მარტივად ხდება ბულინგი, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი გასლაითინგი, ძლიერ სტრესს განიცდის მოზარდი და ეს კიდევ დამატებითი, თქვათ რაღაც ზეწოლა არის, დამატებითი ბარიერია იმისთვის, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს თავისი ემოციის ადეკვატურად გამოხატვა და იყოს ბრასში. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ მოზარდები აგრესიულ ქცევას ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ და მისი ფარული მოტივი შეიძლება დახმარების თხოვნა იყოს, რის უკანაც უსუსურობის განცდა, შიში ან საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იმალება. ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვას აგრესიას ვიყენებთ ქცევათა ფართო სპექტრის აღსანიშნავად, ცინიკური კომენტარებიდან დაწყებული ძალადობის ფაქტებით დამთავრებული. ფსიქოლოგები კი ცნება აგრესიაში ისეთ ქცევას მოიაზრებენ, რომელიც სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანია პროფესიონალების ჩართულობაც. ფსიქოლოგები და ქცევის თერაპევტები ხელს უწყობენ ბავშვებს ადაპტირდნენ უკეთეს სოციალურ ურთიერთობებში. აღმოფხრან აგრესიული ქცევები და განავითარონ ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ამის შესახებ კი მოზარდის მშობელი ნინო გოგუაძე გვიამბობს. სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა აუცილებელი მოზარდებისთვის. აგრესიის შესამცირებლად, პრობლემების ასარიდებლად, ზოგადად ბავშვის მომავლისთვის აუცილებელია, რომ სკოლამ და ოჯახმა ერთად ითანამშრომლონ. მასწავლებელს და მშობლებს შორის აუცილებლად უნდა შედგას აქტიური კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ აუცილებლად ხარსგავსობ, რომ ძალიან კარგია და კარგი იქნება თუ პროფესიონალი ფსიქოლოგები ეყოლებათ სკოლებში. მოზარდებში აგრესიის მართვა კი სერიოზული გამოწვევაა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იქცევს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი ჯანსაღ განვითარებას, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას შეძლებენ. ჯანსაღი კომუნიკაცია და პოზიტიური გარემო კი აგრესიის დაძლევის მთავარი საფუძველია.